მოგესალმებით, მოდით ნახოთ რისი თქმა სურს შენთვის დღეს სამყაროს. რას უნდა მიხვდეთ, რისი თქმა სურს სამყაროს? დროა გაანულო და გაუშვა ეს ყველაფერი, რაც ყალბია. მიხვდებით, რომ ამის დრო უკვე მოსულია. ყველაფერი, რაც ყალბია, ყველაფერი, რაც ნეგატიურია, მნიშვნელობა არ აქვს. რაც ასე ძალიან გიჭიროთ, მნიშვნელობა არ აქვს. რა არის? რაც ყალბია, ეს არის ნაცნობობა, მეგობრობა, სასიყვარულო ურთიერთობა, თუ ყალბია ეს ურთიერთობა და მით უმეტეს აქ არის ადამიანი, რომელიც მუდმივად გატყუებს რაღაცას, სულ მუდმივად გატყუებს, თქვენ ამას გრძნობთ, თქვენ ამის შესახებ ხვდებით და გააცნობიერებთ იმას, რომ თქვენს გვერდით არის მხოლოდ და მხოლოდ ნამდვილი ერთგული ადამიანების ადგილი. და საერთოდ აღარ გჭირდებათ მეგობარი, რომელიც სხვასთან მიაქვს ამბები, სამსახური, რომელიც არაფერს არ გაძლევს და ცვლილების გეშინი ამ სამსახურში, ხო? სადაც გამუდმებით სტრესი გაქვთ, ზეწოლის ქვეშ სადაც ხართ, აი თითქოს ვერ ცვლით და გეუბნებიან, რომ დროა, რომ ეს ყველაფერი შენ უკვე მეგობარო შეცვალო. რას გეუბნება კიდევ სამყარო? ვინც არ გიფრთხილდება და შენ ხარ მზე, გეუბნებიან, მზე გოგო ხარ, მზე ადამიანი ხარ. ვინც არ გიფრთხილდება და გტკენს გულს, ვინც არ გიფრთხილდება და გტკენს გულს, ეს ადამიანი აბსოლუტურად უნდა თქვენი ცხოვრებიდან როგორმე გაანულოთ. ან არ მიაქციოთ ყურადღება და უბრალოდ არ იყოთ დამოკიდებული მასზე, თქვენ თუ ხართ დამოკიდებული ამ შემთხვევაში. ისეთ ენერგიებში ხარ, უბრალოდ ხვდები, რომ აღარ გიღირს ამ ყველაფერზე დროის და ენერგიის ხარჯვა, რადგან დრო მოდის უფრო უკეთესი და დრო მიდის ისეთი, რომელსაც კარგავ აი ამ ყველაფერზე და რა თქმა უნდა უკეთესის დროის მოლოდინში თუ ხარ, ეს უკეთესი დროც მოვა შენთვის. ერთადერთი რაც გულს მართლა უნდა და რაც თქვენთვის მისაღებია, ეს არის ნაღდი, ნამდვილი, წრფელი ურთიერთობა ნებისმიერ თქვენთვის დადებით პიროვნებასთან ერთად, მაგრამ ისეთთან, რომელსაც ენდობი, რომელიც გულს არ გტკენს, რომელიც მხოლოდ მაშინ არ გამოჩნდება ხოლმე, როცა თქვენი დახმარება სჭირდება. ასეთი ადამიანები, რომლებიც მთვარეში გტოვებენ, მთვარე არის გაურკვეველი პერიოდის არკანი, გაურკვეველი გრძნობების, ემოციების და გაურკვეველი საერთოდ დამოკიდებულების, აი ამ მთვარიდან უნდა გამოხვიდეთ, გახდეთ ისევ ლიდერი, როგორიც იყავით, თუ არ იყავით, უნდა გახდეთ ლიდერი და შეცვალოთ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ. და ესეც ასე იქნება. წარმატებებით შემოძვირფასება.